მთავრობა ინფრასტრუქტურის პროექტებში ღირებულების ინდექსაციის კომპონენტის შემოტანას გეგმავს. ამას ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში დაგეგმილი რეფორმები, რომლის შესახებაც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. რა იცვლება ინფრასტრუქტურის მშენებლებისთვის და როგორ შეხვდა დაგეგმილ სიახლეებს ბიზნესი, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადებები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, ასევე განახდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა მექანიზმების ფასები. ამასთან დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. ინფრასტრუქტურის პროექტებში ფასის ინდექსაციის შემოღება ერთ-ერთი პრობლემა იყო, რაზეც ბიზნესის წარმომადგენლები ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად საუბრობდნენ და ამ კუთხით ცვლილებების საჭიროებაზეც მიუთითებდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ინდექსაცია არსებულ ხელშეკრულებებსაც შეეხება და აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსაცია მხოლოდ ზრდის მიმართულებით არ მოხდება და თუ კი მაგალითად მომავალში რომელიმე ნედლეულის, მაგალითად რკინის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვლება, სახელმწიფო სამშენებლო კონტრაქტებში ფასები შესაბამისად დაკორექტირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რა, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები და ამასთან ერთად გვინდა რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები, რომლებიც წარუდგენეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს, მათ მხრიდან არსებითად დაიმსახურა ცვლილებებმა მოწონება და ასევე გამოთქვით სრული მზაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან. ხარჯები გაიზრდება ადეკვატურად, თუ მაგალითად ვამბობ, საწვავზე ფასი მოიმატებს და კონკრეტულად რომელიღაცა პროექტში საწვავის წილი არის გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა ამ ინდექსაციის შედეგად ხარჯი ამ მიმართულებით გაიზრდება. თუმცა აქ მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. ინდექსაცია არ არის მხოლოდ ზრდის ტენდენციისკენ მიმართული. ინდექსაცია მათ შორის შეეხება თუ გვექნება კლება ფასის რადიკალური. შეიძლება დღეს პირობითად ვამბობ, რკინის ფასმა მოიმატოს საგრძნობლად და შემდგომში დაიკოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დაანონსებულ ცვლილებებს იწონებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ბიზნესის შეფასებით რეფორმის შედეგად პროექტები უფრო ხარისხიანად შესრულდება და ამასთანავე შესაძლებლობა იქნება, რომ მშენებლობები დათქმულ ვადებში დასრულდეს. ბიზნესი განმარტავს იმასაც, რომ ბოლო პერიოდში საწვავის ფასის გაძვირების გამო კერძო სექტორისთვის მშენებლობის ხარჯები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. შესაბამისად, სახელმწიფო ტენდერის ღირებულების ინდექსაცია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, აქამდე გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში ფასები ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად დაბალი იყო, რის გამოც ბევრი კომპანია ტენდერებში მონაწილეობისგანაც კი იკავებდა თავს. დღეს ხელისუფლებამ აღიარა ეს სისტემური პრობლემები, რომლებიც ისტორიული გადმონაშთი არის და ესაა გუში და გუშიწონალ შექმნილა, თუმცა ცალსახად პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული მოქმედი ნაბიჯებს გავს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში, რომ ამას უპასუხოს იმ სწორ ქმედითი ნაბიჯებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც კაპიტალური ხარჯების შესყიდვის ეფექტურობის დასს, ასევე ხელშეუწყობს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას. დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით ინდექსაციას, სავალდებულო გაუხტარიყო ეს ინდექსაციაზე გაისვა ხაზი, აქ ასევე ფასები გადაიხედება და როგორც თქვეს, ანუ დღეიდან გამოცხადება, როცა საბაზოს მივახლოვდება კიდევ უფრო მეტად 35% თქვა დაახლოებით ესე იგი ხელფასებზე და 10% დაახლოებით მასალებზე და შევხედოთ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ერთჯერადად ინდექსაცია იქნება მხოლოდ საგზაოებისთვის, ვინაიდან ომიდან გამომდინარე ირანში ომიდან გამომდინარე საწვავი ძალიან გაძვირდა და ფიზიკურად მათ შექმნა ძალიან დიდი პრობლემები, თუმცა მზადდება პროექტი, რომელიც ყველა კონტრაქტს შეეხება, იქ რა თქმა უნდა გაწერილი იქნება გარკვეული დათქმები, რომელ კონტრაქტებს შეეხება, სავარაუდოდ იქნება
იქნება ალბათ 10 მილიონის ზემოთ ან 18-ზე მეტი კონტრაქტების ვადით კონტრაქტებზე, თუმცა ის შეეხება აბსოლუტურად ყველა კონტრაქტს, რომელიც გაფორმდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. არასდროს არ იხდიდა სახელმწიფო ადეკვატურ ღირებულებას იმ შესრულებულ სამუშაოში და შე შემთხვევაში ორგანიზაციები და ჩვენაირი ტიპის კომპანიები საკუთარი მოგების მარჟიდან გამოდიოდნენ ხოლმე ამ ყოველთვის უწევდათ ამის დაფინანსება. შესაბამისად, ბევრი ესეთი კომპანია რისკის ქვეშ დგებოდა, პროექტები ვადებში იჭიმებოდა, იწელებოდა. ამიტომ ეს ინიციატივები ემსახურება სწორედ იმას, რომ პროექტები გაკეთდეს ხარისხიანად და გაკეთდეს ვადაში. გარდა ინდექსაციის მექანიზმის შემოღებისა და ანონსებული რეფორმის თანახმად ინფრასტრუქტურულ პროექტებში მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმებიც, ამასთან იზღუდება არარეალისტური დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.